და მესამე ესეთი ვიდეოა, ისევ კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინ შემოაბიჯებს ახალი თქვენ ცხოვრებაში. ვიცით, რომ 29 მარტს არის მზის დაბნელება, ამიტომ ეს პერიოდია დაბნელებების, იმიტომ რომ იყო 14 მთვარის და მე გაგრძელდება კიდე რამოდენიმე დღე 29 მარტის შემდეგ და მე უკვე დასტაბილურდება ხო სიტუაცია. ამიტომ ეხლა ახალი ნაცნობობა, ურთიერთობები არ ღირს რა, ანუ თუ გაიცანით კარგია, მაგრამ დიდად ეხლა რო გითხრათ, რომ რაღაც მოხდება და თქვენ შორის ყველაფერი ანუ ისე წავა, სათუო ამბავია. ამიტომ აი ვთქვათ აპრილის დასაწყისიდან ვინ შემოაბიჯებს თქვენ ცხოვრებაში ახალი. ვინ შემოაბიჯებს ახალი და კარგი რა თქმა უნდა თქვენ ცხოვრებაში ეგრევე მამაკაცი ამოდის, არა ერთი, არამედ ორი. ძველი ადამიანი ვინც იყო ძალიან აქ გამოდის რომ ანუ კრიზისში ხართ იმ ადამიანთან, გაყოფაა, დაშორდით, გაიყავით და ახალს ვეკითხებით. მოდის კი ახალი, მოდის აპრილის დასაწყისში. ჯერ კიდე მუშაობთ, თქვენი ქვეცნობიერი ნახეთ, უნდა მოამზადოთ თქვენი personality, ამ შემთხვევაში თქვენი უმაღლესი მე, თქვენი ქვეცნობიერი. ის რომ ეხა თქვენ იძახოთ, რომ აი არ მინდა და დავამთავრე, შინაგანად უნდა გრძნობდე, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ აღარ ყავს ის წარსული, ვისთანაც კრიზისი ქონდა, გულდაწყვეტა ქონდა, ვისთანაც დაშორდი, მე უნდა იმუშაო აღდგენაზე, რომ მოიცილო ის იგივე ვიძახი უხილავად, ხო? ის განცდები, ის თუნდაც გულის ტრამვა იქნება თუ დარდი თუ რა ვიცი, რაც, ხო? და შეამზადო შენი თავიახლისთვის და აი ზუსტად 3 თვის ვადაში, ის პერიოდი მოდის, რომ იქნება ზაფხული, იქნება კაი ამინდები, უფრო დათბება, უფრო კაი სიტუაციები და აი ამ 3 თვის განმავლობაში გამოჩნდება, როცა იმუშავებთ თქვენ თავზე. ხა ესე რომ მე დავშვიდე და ვიღაცა მოვიდეს, ესე არ ხდება, გესმით? თქვენც უნდა რაღაც გააკეთოთ და ამაზე მეუბნება, რომ გადალახავთ ამ სიტუაციას და გამოჩნდება, იმიტომ რომ დღესასწაულივით შემოაბიჯებს ეს ადამიანი. ახალი იქნება, ოღონდ იმუშავეთ თქვენ თავზე.